ამჟამად მე ვარ ფლორიდის Everglades-ის შუაგულში, სადაც სავსეა მონსტრი ალიგატორები ჯდით და მომაკვდინებელი გველებით. და ხო, ეხლა ხან რაღაც მართლაც შემზარავი ვიპოვე. ეს არის კანალიზაცია უკაცრიელ ადგილას და არავინ იცის რა შეიძლება ცხოვრობდა შიგნით, მაგრამ მე მინდა გავიგო. ასე რომ ჩვენ გამოვიკლავთ მას ჩემი ბადეებით და თევზის მახეებით, რომ ვიპოვოთ რა იმალება ამ საიდუმლო კანალიზაციაში. იმ იმედით, რომ არ დაგვესხმებიან თავს ის მომაკვდინებელი ცხოველები, რომლებიც ამ ადგილს სახლად მიიჩნევენ. ეხლა უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ როცა ამ შესალოს ვიღებდი, მქონდა წარმოდგენა რა შეიძლებოდა იმალებოდეს იქ ქვემოთ, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი ყველაზე გიჟური კანალიზაციის ვიდეო. ალიგატორებიდან დაწყებული, გველებით და მომაკვდინებელი გველთევზებით დამთავრებული. ამ ვიდეოს ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ. მაგრამ ჯერ ნება მომეცით აგიხსნათ, როგორ ვიპოვე ეს კანალიზაცია შუა არსათში. ხედავთ. დიდი ხნის წინ აქ იყო წყლის გამტარი არხი, რომელიც Everglades-ის ნაწილებს აკავშირებდა და წყალი სწორედ აქედან მიედინებოდა. მაგრამ რამდენიმე წლის წინ ეს არხი მუშაობას შეწყვიტა და ეს კანალიზაცია მიატოვეს. ეხლა კი მხოლოდ ერთი გზაა გავიგოთ რა დარჩა იქ ქვემოთ. უნდა დავიჭიროთ ისინი. მაგრამ ეს ადვილი არ იქნება, რადგან ამ კანალიზაციას ორი მხარე აქვს და ორივე მხარის შესწავლის შემდეგ მივდივართ მიტოვებულ არხთან, რომელსაც ეს უკავშირდება. ამას ვიდეოს შემდეგ ნაწილში ვნახავთ. როგორც ჩანს, ბევრი საქმე გვაქვს, ასე რომ მოდი დავიწყოთ ბადეების გადაგდება, რომ ნახოთ რა შეუძლებთ დაჭერას. ეხლა ვფიქრობ ამ კანალიზაციის ამ მხარეს დავიწყებთ. იმიტომ რომ უკვე ვხედავ იქ ქვემოთ უამრავ თევზს და საბედნიეროდ ჩემი ბადე საკმარისად გრძელია, რადგან იქ მართლაც ღრმაა. მაშინვე შევამჩნიე უამრავი თევზი და დიდხანს არ დამჭირვებია რომ პირველი დამეჭირა. იქ რაღაც აუცილებლად უნდა იყოს. ო, ჰელენ, თევზი დავიჭირეთ. ესენი რა არის? ღმერთო ჩემო, მგონი ესენი აფრიკული ციხლიდებია, ძალიან ფერადები არ არიან, მაგრამ მაინც ძალიან მაგარია. ეხლა უკვე ვიცით რომ იქ ნამდვილად თევზებია, ასე რომ ამათაც ჩავამატებთ სათავსო ვედროში და გავაგზელებთ, რადგან ვიცით რომ იქ თევზებია. ბადეს ისევ ხმარობდი რომ კიდევ დამეჭირა. ო, ღმერთო ჩემო, ეს რა იყო? ეს რა იყო? რაღაც დიდი იყო. ჰელენ, დავიჭირეთ. ეს რა არის? ეს ხორჭილა. ღმერთო ჩემო, არა, ეს გველთავაა. დამშვიდი. წლებია პატარა გველთავა არ მინახავს. ესა გაიზრდება და გიგანტურ მონსტრად იქცევა. ისინი ძალიან შემოჭრილები არიან სამხრეთ ფლორიდაში. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგრად გამოიყურება, სამწუხაროდ შინაუს ცხოველად ვერ დავიტოვებთ. ეს არალეგალურია, ასე რომ მოგვიწევს ეს ბიჭი ისევ კანალიზაციაში დავაბრუნოთ. აქვე კიდევ ერთი თევზი ყავს, ეს არის ლაქებიანი ტილაპია. ისევ და ისევ ეს თევზი არ დაგვრჩება, არა იმიტომ რომ არალეგალურია, არამედ იმიტომ რომ ტილაპია არ გვიყვარს. ამიტომ ამ ბიჭსაც ისევ კანალიზაციაში დავაბრუნებთ. ეხლა ამ კუთხეში ბადეს ხშირად ვისვრით, ცოტა შევცვლი და ეხლა ამ კუთხეს ვცდი. ეს მძიმეა. ღმერთო ჩემო, ეს გველი ხომ არ არის? ჰელენ, შეხედე ამას, მზად ხარ? აი ეხლა გამოჩნდა. ვიცი, გველს ან გველთევზას ქავს, მაგრამ სინამდვილეში ამას თოკის თევზი ქვია და საკმაოდ იშვიათია. მე ჩავამატე ის ვედროში და როცა გავაგრძელე, მივხვდი რომ ეს ჩვეულებრივი კანალიზაცია არ იყო. აქ ბევრად მეტი თევზი იყო. ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური კანალიზაცია, რაც კი ოდესმე მინახავს. ო, ღმერთო ჩემო, ეს რა არის? ღმერთო ჩემო. ჰელენ, ეს იქ არის სევერუმი. ეხლა ეს არ არის ისეთი რამ, რასაც ყოველდღე იჭერ, როგორც ლურჯ გილას. ეს სინამდვილეში ბევრად უფრო მაგარია. და მგონი კიდევ ერთი პატარა აფრიკული ციხლიდი დავიჭირეთ. ესენი მართლა მაგრებია, ესე რომ ამასაც შევინახავთ, ბადის შემდეგ. სულ უფრო და მეტ თევზს ვიჭერ და უფრო მეტ თევზს ვიჭერდი. ეს რაღაცა ფოთლის თევზს გავს, მაგრამ არ ვიცი, ზუსტად ვერ ვიტყვი. ჩვენ აქ დაახლოებით 10 წუთია ვართ და უკვე ბევრი ძალიან მაგარი თევზი დავიჭირეთ, მაგრამ გონია რომ იქ ქვემოთ კიდევ უფრო გიჟური რაღაცა არის. კარგი, კიდევ ერთხელ ვცდი ამ კუთხეს. ეს კუთხე ჩვეულებრივ ძალიან კარგია. აქამდე თევზების უმეტესობა სწორედ აქ დავიჭირეთ. ღმერთო ჩემო. ყოველ ბადეშია. ჰელენ, ესე უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს კანალიზაცია შუა არაფერშია და აქ არავინ მოდის. ცხოვრებაში ამდენი თევზი არ მინახავს. შეხედე ამას. ხვალს პატარა ოსკარი ძალიან მაგარია და კიდევ ეს ბიჭი ძალიან ლამაზი კლოუნდანა თევზი. ვაუ, რა ლამაზია. ეხლა აშკარად დავამტკიცეთ, რომ ამ კანალიზაციაში ბევრი თევზია. თუმცა კითხვა ისევ რჩება. არის თუ არა აქ რამე საშიში, მაგალითად ალიგატორები ან გველები, რომლებიც იქ იმალებიან. რადგან Everglades-ის შუაგულში ვართ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ერთი არასწორი მოძრაობაც კი შეიძლება სასიკვდილო იყოს. და ეს ცოტა ადრე გავიგე, როცა თითქმის დავაბიცნა ბიჭე წყლის მოკასინზე, რომელიც ფლორიდაში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველია. ღმერთო ჩემო. ეხლა, ამის გათვალისწინებით განვაგრძე კანალიზაციის შესწავლა და დავიწყე თევზის გარდა სხვა რაღაცების დაჭერაც. ეს რა არის? ჩემი ბადე ძალიან მძიმეა. ღმერთო ჩემო. ეს კუა, მე უბრალოდ კუ დავიჭირე. როგორ ხარ მეგობარო, რასაკეთები ქვემოთ? არ ვიცი რა სახეობის კუა ეს. მაგრამ ჩვენ ის ეხლა კანალიზაციაში დავიჭირეთ და რადგანაც ის კანალიზაციიდან მოვიდა, აი ამიტომ ვიპოვე ეს. ჰელენ, ნახე, ეს ნამდვილი წურბელაა. შევეხე, ეს უზარმაზარი წურბელაა. უნდა დავეხმაროთ, უნდა მოვაშოროთ ეს. მგონი ეს ერთადერთია. ხალხო, ამ კუს სახის წინ წურბელა აქვს. ეხლა თუ არ იცით რა არის წურბელები, ისინი სისხლის წოველი პარაზიტები არიან. ასე რომ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ გზა, რომ მოვაშოროთ ისინი. კარგი, აქ ჯოხი მაქვს. მართლა ძალიან მეშინია. ღმერთო, მიეკრო იქ. კარგი, გაუშვი. შეხედე სისხლს. ღმერთო, მგონი გული მერევა.
რამდენიმე მცდელობის შემდეგ საბოლოოდ შევძელი წურბელის მოცილება. სიცოცხლეში ესეთი დიდი წურბელი არასდროს მინახავს. ეს სიგიჟეა. გადავწყვიტეთ, თუ ახლო მდებარე ჭაობში გაგვეშვა, სადაც მას აღარ მიეკვრება წურბელები. შემდეგ კი განვაგზეთ კანალიზაციის შესწავლა. წავედით ისევ შევდივართ კანალიზაციაში, ვნახოთ რა შეგვიძლია ვიპოვოთ. აქ ბევრი თევზია. თავიდანვე დიდი Firemouth ციხლიდი, რომელიც ულამაზესია და შემდეგი თევზი იყო საიდუმლო თევზი. საერთოდ არ ვიცოდი რა იყო. არ ვიცი ეს რა არის, მაგრამ არ მოძრაობს, თუმცა ძალიან მაგარია, ესე რომ დავიტოვებთ. კიდევ ერთი აფრიკული ციხლიდი ავიღეთ და ბოლო ისევ კიდევ ერთი საიდუმლო თევზი იყო. ეხლა როცა ვიცი რომ იქ თევზებია, რომლებიც არასდროს მინახავს, ისევ ჩავედი წყალში. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამას. ღმერთო ჩემო, მგონი ეს სინოდონტისია, რა ლამაზია. ღმერთო ჩემო, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სინოდონტისია, რაც კი ოდესმე მინახავს. მოიცადეთ, შეხედეთ მის ფარფლს. ერთი პატარა ფარფლი აქვს და ერთი დიდი. ეს ნემო არის, ეს ნემო არის. ნემოს დავარქლევთ. ეს ისეთი მაგარი სინოდონტისია. შეხედეთ მის ნახატებს. საოცარია, აუცილებლად დავიტოვებთ მას. ეს უბრალოდ სიგიჟეა. ეს რა იყო? მგონი დავიჭირეთ, გაგვექცა ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ჰელენ, ღმერთო ჩემო, ეს კიბორჩხალა, შეხედე რა ფერადია. ეს რა ხდება? არ გამოხვიდე. ის მაგონებს იმაზე, რომელიც სხვა კანალიზაციაში დავიჭირეთ. ხო, ის იასამნისფერი, დამოვიწყდა. ადრე კანალიზაციაში იასამნისფერი კიბორჩხალაც დაგვიჭერია. მაგრამ ამ ბიჭს ნარინჯისფერიც აქვს. თუ იცით რა სახეობის კიბორჩხალაა ეს, კომენტარი დაწერეთ ქვემოთ. შეხედეთ, ჩემზე დადის, ჩავდოთ ვედროში? მინდა რომ შევინარჩუნოთ, ძალიან მაგარია მართლა. ალბათ აქ ჩავდებთ. ნახვამდის მეგობარო, ნახვამდის. ჩვენ გავაგზავნეთ გზა და ყველაფერი ნელ-ნელა დამშვიდდა. ვეღარ ვიჭერდი თევზებს. მანამდე ბევრ თევზს ვიჭერდი, ბადესაც კი და უკვე ვფიქრობდი რომ თევზი აღარ იყო დარჩენილი, მაგრამ შემდეგ ეს მოხდა. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამას, ეს უბრალოდ საოცარია. ეს კიდევ სამეფოა. ეს რაღაც უზარმაზარია, მართლა მაგარია. ბიჭებო, ეს პირდაპირ უცხო პლანეტელი თევზია. უკვე ერთი დავიჭირეთ ამ კანალიზაციაში, მაგრამ ის პატარა იყო. ეს ბევრად დიდია და ბევრ ლაქასაც ატარებს, ასე რომ ეს საოცარია. კარგი, სათავსო ვედრო უკვე მოდის. შეხედეთ, რამდენი თევზი უკვე დავიჭირეთ. დაახლოებით 15 წუთი გავიდა და ახლა გამახსენდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ კანალიზაციის ერთ მხარეს ხდება და ორი მხარეა. ამ მხარეს კიდევ რამდენიმე თევზის დაჭერას ვცდილობთ და შემდეგ მეორე მხარესაც შევისწავლით. მაგრამ რაც არ ვიცოდი იყო ის, რომ რაღაც მომაკვდინებელი გველოდებოდა. ღმერთო, რაღაც ვიგრძენი. ღმერთო ჩემო, რაღაც დიდი იყო, რაღაც დიდი. ღმერთო ჩემო, ისინი დიდი არ არიან, მაგრამ ძალიან ლამაზები არიან. ღმერთო ჩემო, ეს სიგიჟეა, ეს გეოფაგუსია? ეს მართლა ძალიან ლამაზი გეოფაგუსია. შეხედე ამას, შეხედე ფერებს. ჩვენ სახლში ერთი გვყავს, მაგრამ ბევრად დიდია და ძალიან მაგარია. ეს ახლა კანალიზაციაში დავიჭირეთ, ანუ მოდი რა. და მე ეს ბიჭიც დავიჭირეთ. მგონი ეს პატარაა, ხო? ეს პატარა მიტას ციკლიდია, ორი ულამაზესი ციკლიდი. ეხლა მათ შესანახ ვედროში ჩავამატებთ. კიდევ ხედავ? შეხედე, ზუსტად ზედა მხარეს არიან. კარგი, უნდა დავბრუნდეთ შიგნით. შემდეგი ბადე ავიღე და როცა ამოქონდა, რაღაც საოცარი დავინახე. ღმერთო ჩემო, ჰელენ, ღმერთო ჩემო, ვიცი ეს რა არის? ეს ადრეაც დაგვიჭერია. ეს ლამპრეა? ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილი ლამპრეა. ეს საზიზრობაა, თუ არ იცით რა არის ლამპრე. ძირითადად ეს არის გიგანტური პარაზიტი, რომელიც სხვა თევზებს ეწებება და მათ სისხლს წოვს. ისინი წურბელებივით არიან, მაგრამ ბევრად უარესები. ღმერთო ჩემო, არც კი მინდა შევეხო. აი სწორედ ამას იყენებენ მსხვერპლზე დასაწოვად, ეწებებიან იმას, რასაც წოვენ და მთლიანად სისხლს წოვენ, ბოლოს კი კლავენ. ჩვენ ახლა დავიჭირეთ ძალიან ბინძურ კანალიზაციაში. ქვასავავით, მაგარია, მკვდარია. ღმერთია, ღმერთო ჩემო, თვალებიც აღარ უჩანს, თითქოს ელპება. ეს ისეთი საზიზღარია ბიჭებო, თან ძალიან უცნაურიცაა, რადგან ადრე კანალიზაციაში ლამპრეებიც დაგვიჭერია და ისინიც მკვდრები იყვნენ, არ ვიცი რატომ ხდება ასე. შეიძლება ისინი კანალიზაციაში კვდებიან, არ ვიცი. ან იქნებ უბრალოდ ვერ ცოცხლობენ იქ, მაგრამ შეხედეთ იმ კბილებს. ღმერთო ჩემო, მინდა ცოცხალი დავიჭირო. შეგვეძლო შინაური ცხოველი გაგვეხადა, მაგრამ ნამდვილად არა. ნამაგარი იქნებოდა არა, მაგრამ რადგან ცოცხალი არ იყო, უკან გადავაგდეთ და გზა გავაგრძელეთ. მოდი რა. რაღაც ვიგრძენი, ეს რა არის? მოიცადეთ, ეს რა არის? მგონი ესეთი თევზი არასდროს დავიჭერია ბიჭებო, არ ვიცი ეს რა არის. ასე რომ თუ იცით, კომენტარში დაწერეთ, წესები იცით, მაგრამ ეს მართლა მაგარია. გარია. ალბათ დავიტოვებთ მათ, ვამყოფებთ ვედროში. მერე ბადე კიდევ შევამოწმე და შიგნით კიდევ ერთი თეზევერთი თევზი იყო. ეს Firellia. ჰელენ, ღმერთო ჩემო, შეხედე ამას, ჰელენ, ეს პატარა baby Firellia. ღმერთო ჩემო, რა საყვარელია. ბიჭებო. ეს ძალიან მაგარია. კარგი, ამას აუცილებლად დავიტოვებთ. მე მიყვარს Firellia, მაგრამ გავაგზავნებთ და ვნახავთ რას ვიპოვით. მაგრამ ჯერჯერობით ბიჭებო, ეს ერთ-ერთი საუკეთესო კანალიზაცია, სადაც ოდესმე გვითევზავია. ეს ვინ არის? ხედავ შიგნით იქ ფაფხურობს. ორი თევზი დავიჭირეთ. ღმერთო ჩემო, ეს ქარიკლაპია. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილი ქარიკლაპია და არა გველთავა.
ვაუ, ეს მართლა ძალიან კარგი ქარეკლაპია. ამას აუცილებლად ვიტოვებთ ვედროში. მიდი შენ და ეს ბიჭიც დაუჭიეთ. ეს პატარა ფლორიდის გარია. ისინი ადგილობრივები არიან, არაფერია განსაკუთრებული, ასე რომ ალბათ უკან გაუშვებთ. ეხლა, უკვე ბევრი მაგარი თევზი დაუჭირეთ, მაგრამ რაც უფრო ვაგზელებდით, თევზები კიდევ უფრო გიჟდებოდნენ. ზუსტად იმ გვირაბის წინ, რაღაცას ვხედავ. ეს კიდევ ერთი სინოდონტია, მგონი ეს კიდევ უფრო დიდია. ჰელენ, შეხედე ამას, ღმერთო, რა მსუქანია. არ ვიცი, რა სახეობის სინოდონტია ეს. ეს ჩვეულებრივი არ არის, ძალიან მაგარია. შეხედე მის ლაქებს. თქვენ შესანახ ვედროში გადადით, კიდევ ვინმე აქ? მოიცადე ერთი წუთით. ღმერთო, აქ მდინარის კიბოა, ჰელენ, თითქმის გამომეპარა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი კიბო ჩალა არ არის, როგორც ხედავ. მას ფერი აქვს, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ცოტა წითელი და ნარინჯის ფერი აქვს. ძალიან მაგარია. მგონი დავიტოვებთ, ჩემს სახლში სხვა მდინარის კიბოებთან ერთად ჩავაგდებთ. აი ასე მეგობარო. ღმერთო, ჰელენ, რაღაც უფრო დიდი ზუსტად იმ კიდეზეა, ნახე ზუსტად იქ. არ ვიცი ეს რა არის, მაგრამ ძალიან დიდია, აი ისიც. დავიჭირე, ეხლა ხა დავინახე ბადეში როგორ შევიდა, ეს რა არის? ღმერთო, ჰელენ, იცი რა, ეს ისაა, ხო ასეა, უზარმაზარი ფრონტოზაა. რა ხდება ეხლა? ეს ყველაზე დიდი ფრონტოზაა, რაც ოდესმე დამიჭერია. ესეც ძვირია. ალბათ ეხლა დაახლოებით 200 ღირს. უფრო დიდებიც იზრდებიან, მაგრამ ესეც საკმაოდ კარგია ზომაში. ეს ძალიან მაგარია. მიდი მეგობარო, წავედით დაბრუნდი შიგნით და ვნახოთ კიდევ რას დავიჭერთ. მართლა არ ვიცი როგორ შეიძლება ამაზე უკეთესი რამე დავიჭიროთ. და როცა მეგონა რომ უკეთესი აღარაფერი იქნებოდა, მაინც მოხდა. ეს სიგიჟეა. შეხედეთ ამას, კიდევ ერთი კიბორჩხალა, კიდევ ერთი კიბორჩხალა. ნახეთ რა მაგარია. მას მართლა ძალიან კაშკაშა ფერები აქვს. მართლა მინდა გავიგო რა სახეობის კიბორჩხალებია ესენი. ბიჭებო, კომენტარებში დაწერეთ თუ იცით. ეხლა კი ვედროში გადადი, რადგან კიდევ უფრო უცნაური რამე ვიპოვეთ. შეხედეთ ამას. ეს ნამდვილი ცეცხლოვანი გველთევზაა. თუ ოდესმე მინახავს ასეთი, შეხედეთ მის ფერებსაც, ულამაზესია. კარგი, ეხლა მასაც ჩავამატებთ ვედროში მის მეგობრებთან ერთად. შემდეგ მეორე ბადე ავიღე და ბოლომდე ჩაუშვიშვი. ეს მძიმეა, რაღაც ნამდვილად დავიჭირეთ. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ოსკარის ზომას ახლა. ოსკარები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თევზია Everglades-ში, მაგრამ ეს ბიჭი უზარმაზარია. კარგი, ჩაუშვებთ ვედროში, ღმერთო ჩემო, კარგი. ეხლა ვიცით რომ იქ დიდი თევზებიც არიან, ეს ნამდვილი ურჩხულია. შემდეგ კიდევ რამდენიმე თევზი შევნიშნე, ამიტომ კიდევ ერთი ბადე ავიღე და შევძელი მათი დაჭერა. ჰელენ, აქ კიდევ 5 თევზია. მართლა ამბობ? ნახე, კიდევ ერთი კიბოა, ეს კიდევ უფრო დიდია. შეხედე მის წითელ ფერს, კარგი, შენ დაგტოვებთ. ვაუ, ეს რა ჯანდაბაა, შეხედე მის კუდს, კუდზე მაგარი ნახატია. კიდევ ერთი უცნობი თევზი, ბიჭებო, კომენტარებში დაწერეთ თუ იცით. აჰა, შეხედე ამას. კიდევ ერთი კლოუნი და კიდევ ერთი აფრიკული ციხლიდი. ეს ძალიან მაგარია. მგონი ამ ბადისთვის ეს არის ყველაფერი. მხოლოდ 4 თევზი. არაფერია განსაკუთრებული. ღმერთო, აქ რამე არის? ვაუ, ეს რა ჯანდაბაა? არა, ეს ბიჭი, ეს მაიას ციხლიდია, ჩვენ არ გვინდა ის, მაგრამ ეს რა არის? ეს მწვანე ტირის ბაჭია. ეს ძალიან მაგარია. ძალიან მიყვარს მწვანე ტირი. როცა იზრდებიან, ძალიან ლამაზები ხდებიან. ღმერთო, ეს რა ჯანდაბაა? კიდევ რაღაც დაგვიჭერია ბადეში, ეს რაღაც სახის კატაფიშია. გონი ესენი ადრიას დაგვიჭერია, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი სახელი, ასე რომ კომენტარში დაწერეთ ქვემოთ, თუ იცით, ძალიან მაგარია. ნახეთ ეს, კარგი ბიჭებო. ფიქრობ, ამ მხარეს კიდევ რამდენიმე ბადეს დავაგდებთ, მერე კი მეორე მხარეს გადავინაცვლებთ და იქაც დავაგდებთ ბადეს. ასევე 2 თევზის მახეც გვაქვს, რომლებსაც თითოეულ მხარეს დავდგამთ, მას შემდეგ რაც ბადეებს დავაგდებთ. მგონი ბევრად მე თევზს დავიჭერთ. მერე ვიდეოს ბოლოს ღამით მიტოვებულ წყალგამტანში წავალთ და იქაც დავდგამთ თევზის მახეებს. მართლა გიჟური იქნება, ვინ იცის რას ვიპოვით. აი ესე გთხოვ, რამე კარგია მომიყვანე. ფერს ხედავ, ღმერთო ჩემო, ჰელენ, შეხედე ამას. ეს ყველაზე დიდი კიბორჩხალათა, რაც ოდესმე მინახავს, უზარმაზარია და კაშკაშა ნარინჯისფერი. შეხედე ამას. კიდევ ერთი დავიჭირეთ, ეს ჩვეულებრივი ფერისაა, მაგრამ შეხედე ამ ნარინჯისფერის ზომას. ეს ძალიან მაგარია. 2 მართლაც საოცარი კიბორჩხალა. 2-ვეს დავიტოვებთ, ჩავაგდებთ ვედროში და მერე, ღმერთო ჩემო, ეს პატარა სინოდონტია. ღმერთო ჩემო, რა საყვარელია. მგონი ეს პატარა ალბინოსის სინოდონტია, მაგრამ წითელი თვალები არ აქვს, რაც ძალიან უცნაურია. შემდეგ ამ მხარეს კანალიზაციის ბოლოს ბადე გამოვიყენე და რაღაც საოცარი დავიჭირე. ძიმეა, მგონი რაღაც დავიჭირეთ. 2 დავიჭირეთ, კიდევ ერთი გველი. ეს გველთევზაა. ეს რაღაცა გველთევზია, ღმერთო ჩემო. და ეს ბიჭიც დავიჭირეთ, კიდევ ერთი პატარა გველი, თავი. შეიძლება იგივეა, არ ვიცი, მაგრამ ისევ კანალიზაციაში უნდა დავაბრუნოთ. და აქ რაღაცა გველთევზიც დავიჭირეთ, შეხედე ამას. ცეცხლის გველთევზას არ გავს, რადგან წითელი არ აქვს. არ ვიცი რა სახეობის გველთევზაა, მაგრამ აშკარად ეკლიანი გველთევზის ერთ-ერთი სახეობაა. ამას აუცილებლად შევინახავთ, ამიტომ შესანახ ვედროში ჩავამატებთ. ეხლა ბიჭებო, ხომ იცით რისი დროა? გადავდივართ კანალიზაციის ბადის მეორე მხარეს, იქით და ვნახავთ რა ცხოვრობს იმ მხარეს. და ამ მხარეს პირველივე ბადეში ყველაზე საშიში რამ დავიჭირე. მოდი ახალ ბადეში პირველად ამოვიღოთ. უნდა ავიღოთ, ღმერთო ჩემო. ჰელენ, ეს ალიგატორია. ნახეთ, ეს პატარა ალიგატორია. არ ვიცი ეხლა რისგან ცახცახებ. ჩვენ უბრალოდ ალიგატორი დავიჭირეთ კანალიზაციაში. რა უნდა გავაკეთოთ, არ ვიცი. ვერ შევეხებით, ეს არალეგალურია.
ეს რა სიგიჟეა, ღმერთო ჩემო, რა პატარაა. ეს ყველაზე პატარა ალიგატორია, რაც კი ოდესმე მინახავს. ვაუ, კარგი ბიჭებო, მგონი ამ ბიჭუნას ჭაობში უნდა წავუღოთ იმავე ადგილას. კუცა ვიყვანეთ, რადგან კანონით არ შეგვიძლია მისი შეხება, ამიტომ ჩავიყვანეთ ჭაობში და ახალ სახლში დავაბრუნეთ. ვაუ, ეხლა ალიგატორი დავიჭირეთ, ეს სიგიჟეა. მიუხედავად იმისა, რომ კანალიზაციაში ერთი ალიგატორის დაჭერაც კი სიგიჟეა, ეს არ იქნება ბოლო, რომელსაც ამ ვიდეოში დავიჭერთ, მაგრამ ეხლა ისევ ვაგრძელებდით კანალიზაციის შესწავლას, რომ გვენახა კიდევ რა იყო იქ. აჰა, აქ თევზებიც არიან. ნახე ეს, კიდევ ერთი პატარა მიდასის ციხლიდი. და კიდევ რაღაც დავიჭირეთ. ნახე როგორ დახტოდა, სად წავიდა. აჰა, იქა, ნახე, რაღაც ლოქუა. ეს რა არის? არ ვიცი რა სახეობის ლოქუა ეს, მაგრამ ძალიან მაგარია. ორი თევზი ერთ ბადეში. ალიგატორები აღარ არიან. აი ამაზე ვაპარაკობ. ამათაც ჩავამატებთ სათავსო ვედროში და გავაგრძელებთ. იმედია რამეს დავიჭერთ. ხედავ, იქ ვერ ჩავდივარ, იმიტომ რომ ის სულელური თავსახური მის ხელს რიმიშლის ხელს. ოჰ, ღმერთო, მარფლა რაღაც დავიჭირეთ. ეხლა მარფლა გაოცებული ვარ. ეს კიდევ ერთი სინოდონტისია. ეს ყველაზე მეტი სინოდონტისია, რაც ოდესმე ერთ ვიდეოში დამიჭერია, ასე რომ ეს ძალიან მაგარია. ამ ბიჭსაც ჩავამატებთ ვედროში. ღმერთო, ეს პატარა კონვიქტ ციხლიდია. ესენი ასე ხშირად არ გვიჭერია. ეს მარფლა მაგარია. ამასაც შევინახავთ, კარგი. დავბრუნდეთ იქ, იმედია კიდევ რამდენიმე თევზს დავიჭერთ. ოჰ, აი ესე, კარგი. ალიგატორი არ არის, ეს კარგია. ეს ფილტვის თევზია? ჰელენ? გონია რომ ეს ფილტვის თევზია. ხო, ხელები აქვს, ეს ნამდვილი ფილტვის თევზია. ოჰ, რა საყვარელია. თქვენ ბიჭებო, ფილტვის თევზები ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თევზია. ისინი მართლა მაგრები არიან და ძალიან დიდები იზრდებიან, ასე რომ ეს მართლა მაგარია. ამას აუცილებლად შევინახავთ. ორჯერ შევამოწმოთ, სხვა არაფერი ხო არ არის აქ. ოჰ, ღმერთო, შეხედე ამას. კიდევ ერთი თეთრი სინოდონტისი. ოჰ, ეს საოცარია. ეს ცოტა უფრო დიდია ახლა. რაც შეომჩნია მეორე კანალიზაციაზე, აქ ბადით მოქმედება ბევრად უფრო რთულია. და ეს იმიტომ, რომ დიდი ლითონის ნაჭერი იკავებს მის ნახევარს. ამის გამო მომიწია კანალიზაციის გამოკვლევის შეწყვეტა. ბადე ბოლოს ჩაუშვი და ვიგზენი, რომ რაღაც ძალიან მძიმე იყო ბადეში, მაგრამ სამწუხაროდ ეს კიდევ ერთი მინოგა აღმოჩნდა. სერიოზულად. ეს ცოცხალია? ღმერთო ჩემო, ეს ისეთი საზიზღარია. მძულს ეს არსებები, მაგრამ რატომღაც ძალიან მინდა ერთი ცოცხალი დავიჭირო. შეხედე იმ კბილებს. ეს უბრალოდ ეს საზიზრობა. ეგ სახე მხოლოდ დედას შეიძლება უყვარდეს მართლა. კარგი, ისევ კანალიზაციაში ჩაუშვებთ. აბა მკვდარ მინოგას რას უზამთ? ნახვანდის ძმაო, ეხლა კი საინტერესო ნაწილი იწყება, ბიჭებო. ორივე თევზის მახე კატების საკვებით შეოვსეთ და თითოეულ მხარეს ჩაუშვებთ. თელი დღე აქ დავტოვებთ. ასე რომ რაც არ უნდა იყოს იქ ქვემოთ, იმედია სატყუარას სუნს იგზნობს და მახეში შევა. ასე რომ დავიწყოთ. პირველი თევზის მახე ჩაუშვი და ზუსტად შუაში დავდე. და როცა ველოდებოდი როდის მიაღწევდა ფსკერს, მივხვდი რამდენად ღრმა იყო ეს კანალიზაცია. რაც ნიშნავს, რომ იქ ქვემოთ შეიძლება მართლა ნებისმიერი რამ იყოს. კარგი, და ეხლა მეორე მახეს უშვებ ზუსტად აქვე, როგორც თქვი, რადგან აქ დიდი ლითონის ნაჭერია, ხედავთ. ჩვენი მახე არ იძირება, ძალიან ღრმა არ არის, თუმცა ხვრელები ზედაპირის ცოტა ქვემოთაა, ასე რომ რაც არ უნდა იყოს იქ ქვემოთ, მაინც შეუძლია მახეში შესვლა. ჩვენ შევისწავლეთ Everglades-ის დანარჩენი ნაწილი, სანამ თევზის მახეებს დავტოვებდით დასალდობად და კიდევ ბევრ გველსა და ალიგატორს გადავაწყლით. მაგრამ როგორც დღე მიიწევდა, გადავწყვეტეთ დაბრუნებულიყავით კანალიზაციასთან, რომ გვენახა რა დავიჭირეთ. ეხლა უკვე ბევრად გვიანია, რეალურად 3 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც თევზის მახეები დავდგით და ეხლა ვაპირებთ შევამოწმოთ ისინი. ვიმედოვნებთ, რომ რამე უჩვეულო დავიჭირეთ და იმედია იქ არ იქნება ალიგატორები, გველები ან რამე ისეთი, რაც მოგუკლავს, რადგან ეს ძალიან ცუდი იქნებოდა. ვაიღე ვედრო და გადავწყვიტე მეორე მახით დამეწყო. ძალიან მძიმე იყო და უკვე ხედავდი უამრავ თევზს, ამიტომ ამოვწიე, რომ მენახა რა დავიჭირეთ. მიდი, ნახოთ რა გვაქვს. გვაქვს მდინარის სკიბო. კარგი, პატარა ფერადი მდინარის სკიბო წავიყვანოთ. ღმერთო ჩემო, ეს რა არის? ოჰ, რა ლამაზია, ჰელენ. ნახე, ეგ მიდასის ციხლიდი. ვაუ, ფორთოხლისფერი ფარფლები აქვს, რა მაგარია. კიდევ რა გვაქვს? ნახე, ეგ მართლაც ლამაზი ლურჯი აკარა. ეს მართლაც ლამაზი ციხლიდია. ღმერთო ჩემო, ჰელენ, ჩვენ დავიჭირეთ სინოდონტისის ნამდვილი ბოსი. ვაუ, ეს რაღაც უზარმაზარია. ღმერთო ჩემო, ეს ყველაზე დიდი სინოდონტისია, რაც კი ოდესმე მინახავს. თქვენს შეხედეთ მას. შემსახეს რომ შევადაროთ, ჩემი თავის ხელაა. ადრე როცა ბადით ვიჭერდით, ბევრი სინოდონტისი დავიჭირეთ, ასე რომ ეს მაგარია. ერთ-ერთ მახეში გიგანტური დავიჭირეთ, კიდევ რა გვაქვს? კიდევ ერთი მიდასის ციხლიდი დავიჭირეთ, ის არ გავს წინას, უბრალოდ ნარინჯისფერია, კიდევ ერთი აქ არის. პატარა პლეკო დავიჭირეთ, უბრალოდ ჩვეულებრივი პატარა პლეკოა, ასე რომ ისევ კანალიზაციაში დავაბრუნებთ. პატარა აფრიკული ციხლიდი და პატარა ჰობლოს კატფიში დავიჭირეთ და მგონი ეს არის ახლა ყველაფერი. ეს იყო კანალიზაცია, რომელიც ბევრად უფრო არაღრმა იყო და ბევრი თევზი ვერ დავიჭირეთ. ასე რომ შემდეგ მახეში მგონია ბევრად მეტ თევზს დავიჭერთ. აი აქ. წავედით, კარგი, ამაზე მართლა აღფრთოვანებული ვარ, ბიჭებო, ეხლა დავასხამთ. ძალიან მძიმე აქ. აი ესე. ვაუ, ღმერთო ჩემო, ეს გესმით? აქ ბევრი თევზის ხმა გავიგონე. ღმერთო ჩემო, კი, ამ მახეში ბევრად მეტი თევზია ვიდრე წინააში. შეხედეთ ამას. ღმერთო ჩემო, თავიდანვე შეხედეთ ამას. აქ უზარმაზარი ალბინოსი პლეკოა. ჰელენ, ნახე, ეს საოცარია.
ეს დაახლოებით იმავე ზომისაა, როგორც ის მეორე, რომელიც მახეში იყო, თუმცა ეს ალბინოსია, რაც ბევრად მაგარია. დავიჭირეთ კიდევ ერთი ფერადი მდინარის კიბო გვყავს, ისე მხოლოდ ერთი ხელით, ეს უცნაურია. ალბათ იქ ქვემოთ იბძვიან, აი რატომ აქ, კიდევ ერთი დიდი Firemouth ციკლიდი, კიდევ ერთი Midas ციკლიდი. ბევრი ციკლიდი აქ. მგონი ეს შეიძლება დიდი Convict ციკლიდი იყოს, უბრალოდ თეთრი. ის მაგარია, კიდევ ერთი გველთავა დავიჭირეთ, ამ ბიჭის გაშვება მოგვიწევს. ბოდიში მეგობარო, უნდა წახვიდე, ეგეც გვაქვს. აქ ძალიან ბევრი Firelily-ია. კიდევ ერთი პატარა Green Tea-ია. და მგონი რაც დარჩა ორი ძალიან დიდი Firelily-ია. მეგონა სამი იყო, მაგრამ ეხლა მგონია მხოლოდ ორია. ძალიან რთულია მათი დაჭერა, მაგრამ აქვე Firelily ყავს. ის საკმაოდ დიდია, ჩააგდე ვედროში და აი მეორე როგორც ხედავთ, ის ცოტა უფრო დიდია. ეს იყო ყველა თევზი მეორე მახეში, ბევრი დავიჭირეთ, შეხედე ამას, ეს ვედრო სავსეა თევზებით. ეს საოცარი იყო. და ეხლა ბიჭებო, ხვეჭებო, ყველა თევზს, რომელიც აქამდე ამ კანალიზაციაში დავიჭირეთ, ჩემს სახლში წავიღებთ და ახალ სახლებში გადაუშვებთ. და შემდეგ, როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, მივდივართ მიტოვებულ წყალგამტარში, რომელსაც ეს კანალიზაცია უერთდება. იქ ჩავაგდებთ ჩვენს მახეებს და იმედი გვაქვს, რომ რამე უცნაურს დავიჭერთ. მაშ შეგხვდებით ჩემს სახლში, კარგი ბიჭებო. რადგან ეს თევზები ბინძური კანალიზაციიდან დავიჭირეთ, ეხლა მათ ჩემს საკარანტინო აუზში გადაუშვებთ. ასე შევძლებთ, რომ მივცეთ წამალი და დავწმუნდეთ, რომ არ აქვთ რაიმე დაავადება. შემდეგ კი გადაუშვებთ ჩემს ეზოს აუზებში და ყველა აკვარიუმში. ასე რომ წავიდეთ და გადაუშვოთ ისინი საკარანტინო აუზში. კარგი, წავედით, ნახეთ ეს ღმერთო ჩემო, ნახეთ ეს ხვრელი, ეს სიგიჟეა. ბიჭებო, აი ყველანი მიდიან. მგონი ეს ყველაზე მეტი თევზია, რაც ოდესმე კანალიზაციაში დაგვიჭერია. ვაუ, ეხლა კი დროა მივიდეთ მიტოვებულ წყალგამტარში, მაგრამ ერთი პატარა პრობლემა გვაქვს. გარეთ ბნელდება და ღამით Everglades-ის შუაგულში ყოფნა ცოტა საშიში იქნება. კარგი ბიჭებო. როგორც ხედავთ, უკვე ღამეა და ჩვენ მიტოვებულ წყალგამტართან ვართ. ყველგან მწერები არიან, მაგრამ უკვე პირველი გველი ვიპოვეთ. არ ვიცი რა სახეობის გველია ეს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მონსტრი ალიგატორები და ბევრი გველი გვახვევია გარს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ წყალგამტარის შესწავლისას, რადგან შიგნით შეიძლება ყველაფერი იყოს. მოდი ავიღოთ ჩვენი თევზის მახეები და ვნახოთ რას ვიპოვით ახლა. ეს წყალგამტარი იმდენად ღრმაა, რომ ამ მახეს 50 ფუტიანი თოკი მაქვს მიმაგრებული, ასე რომ არ დავკარგავთ მას. ასევე შიგნით კატების საკვები ჩავდე სათქუარად, ასე რომ რაც არ უნდა იყოს იქ ქვემოთ სუნს იგრძნობს და იმედია ჩვენს მახეში შევა. მოდი ბიჭებო, ჩვენი პირველი მახე ჩავაგდოთ შიგნით. მიდის, ღმერთო, ეს ძალიან საშიშია, კარგი. მგონი ბოლოს და ბოლოს ფსკერს მიაღწია. ბიჭებო, პირველი თევზის მახე ჩავაგდეთ. ძალიან აღფრთოვანებული ვარ, მაინტერესებს რას დავიჭერთ ამ მახეებში. ეს წყალგამტარი აქ ძალიან დიდი ხანია არსებობს და შიგნით შეიძლება ყველაფერი იყოს. მოდი მეორე მახეც ავიღოთ და აქ ჩაუშვათ. წავედით ბიჭებო, მეორე მახეც ჩაუშვით. მიდის. რეალურად თევზებს ხედავ ქვემოთ. ღმერთო, ეს ძალიან საშიშია. თევზის მახე პირდაპირ ქრება, წყალი ძალიან ბნელია იქ. ორივე თევზის მახე უკვე დაყენებულია, აქ დავტოვებთ მთელი ღამით და მერე დავბრუნდებით, რომ ორივე შევამოწმოთ. იმედია რამე უცნაურს დავიჭერთ, ასე რომ მერე გნახავთ ბიჭებო. კარგი ბიჭებო, ესე იგი დაახლოებით 4 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც თევზის მახეები დავდგით და ახლა ისევ მიტოვებულ წყალგამტარში ვართ. ძალიან შემზარავია აქ ღამის შუაგულში ყოფნა. როცა ფანრებს წყალში ვანათებთ, მხოლოდ ალიგატორის თვალებს ხედავთ, ყველგან გველებიებია, მათმა საშინელება აქ ყოფნა, მაგრამ წყლის ვედრო აქვე გვაქვს. ეხლა პირველ თევზის მახეს შევამოწმებთ და ვნახავთ რა დავიჭირეთ. კარგი, დავიწყოთ ამოვწევთ მახეს. ძმაო, რაღაცას გძნობ შიგნით. მართლა გძნობ, რომ რაღაც მოძრაობს მახეში ამ წუთას. ღმერთო, ეს რა არის ძმაო, რაღაც დიდი ზის შიგნით? ბევრი თევზია. შეხედე ამას, რა გვყავს, ღმერთო. მოიცა სად არის? იქ ნამდვილი ალიგატორია, მახეში ალიგატორია, ღმერთო, მოусმინე მას, მოусმინე როგორ ყიყინებს. ღმერთო ჩემო ბიჭებო, არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვიცი. მართლა არ ვიცი რა გავაკეთო. ნახეთ, აი იქ არის პატარა ალიგატორია. ღმერთო, ეს ყველაზე ნაკლებად ველოდი რომ დამეჭირა, ეს ცუდია. რას ვაკეთებთ? აქ ძალიან ბევრი თევზია. მიდი გამოდი მახედან. ნახე, მიდის. აი იქ არის. ნახე, ის უბრალოდ ჩავარდა წყალგამტარში, უკან დაბრუნდა საიდანაც მოვიდა. მართლა ხედავ, ნახე იქ. კარგადაა. კარგი ნახვამდის მეგობარო. კარგია რომ ახედან გამოვიყვანეთ, რადგან აქ ბევრი თევზია. ღმერთო ჩემო, შეხედე ამას, ეს უზარმაზარი კლოუნის თვალა თევზია. მგონი ეს სამეფო კლოუნის თვალა თევზია. კიდევ რა გვყავს? ეს რა ჯანდაბაა, ძმაო, რაღაც ზოლიანი თევზივითა, არ ვიცი ეს რა არის, ჩააგდე ვედროში. რამდენიმე ლურჯფარფლიანი გვყავს, უკან დავაბრუნებთ, ისინი არ გვინდა. კიდევ ერთი ლურჯფარფლიანი? ამას შეხედე. ეს ის დიდი Jack Dempsey-ია, რაც ნახე, შეხედე ამას. ეს ნამდვილი მონსტრია, ძმაო, რა ლამაზია. აქ ბევრი თევზი გვყავს. მეგონა ეს ლურჯფარფლიანი იყო. ეს კი სევერუმია. შეხედე ამას, ეს მწვანე სევერუმია. კარგი, ამას დავიტოვებთ. არ არსებობს, ძმაო, შეხედე ამას. აქ ნამდვილი მდინარის კიბოზის. მგონია რომ ეს რაღაცა ფერადი აქვს, წითელი და ნარინჯისფერი ელფერები, ეს მართლა მაგარია. და მგონი, კიდევ ერთი თევზი გვყავს, კიდევ ერთი. რა არის ეს? რაღაცა პლეკოა.
Oh wow, zmaw, მგონია რომ ეს royal pleko-ა, ეს ძალიან მაგარია, თან სულ პატარაა. მართლა შოკში ვარ ახლა, არც კი ვიცი რა მოხდა, ჩვენ ნამდვილი ალიგატორი დავიჭირეთ მახეში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ალიგატორი დავიჭირე მახეში, მაგრამ ნამდვილად მოულოდნელი იყო. თუმცა აზრი აქვს. აქ მოსვლისას ბევრი ალიგატორი ვნახეთ, ბევრი პატარა ალიგატორიც. ისინი ყველგან არიან. ესე რომ იმედი მაქვს მეორე მახეში ალიგატორი არ იქნება, მაგრამ არასდროს იცი. მოდი შევამოწმოთ და ვნახოთ რა დავიჭირეთ. კარგი, წავედით. მეორე თევზის მახეს ამოვიღებთ ახლა. არაფერს გძნობ. მოიცადე, ეს რა არის? მოიცადე. ხედავ ამას, ნახე რაღაცა. ეს გველი ხომ არ არის, ძმაო? არა, ჩვენ უბრალოდ ალიგატორი და გველი თევზის მახეში არ დაგვიჭერია, ძმაო. ხუმრობ ხო? თითქმის დარწმუნებული ვარ. კარგი, კარგად ვერ დავინახე, მაგრამ გონი აქ გველია. ეს ნამდვილად გველია. ძმაო, კარგი, ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ ვიცი რა სახეობაა, ღმერთო, აიქა. შეიძლება შხამიანი იყოს, შეიძლება წყლის მოკასიმი იყოს, ან რაღაც მსგავსი. ნახე, ხედავ მას, ნახე, აიქა. ეს რა არის? უბრალოდ ხელი წავკიდო. მისი ხელი, ღმერთო ჩემო, მისმა თალმა თით შემეხო, ძმაო. გონი უბრალოდ უნდა გამოვათრიო, ძმაო, აქ ბევრი თევზია. ღმერთო, გველი დავიჭირე, ღმერთო ჩემო. რა სახეობაა? არ ვიცი. კარგი, მორჩა, აღარ მინდა მასთან საქმე. წადი აქედან. კარგი, მოდი აქეთ გადავინაცვლოთ. ნახე აქ რამდენი თევზია. დაივიწყე გველი. ლურჯ ფარფლიანი თევზები ყავს, ნახე ეს. პატარა ცეცხლოვანი თაგვის ციხლიდი დავიჭირეთ. ულამაზესია, ღმერთო ჩემო. კიდევ ცეცხლოვანი გველთევზები ყავს, ძმაო, ესენი დიდები არიან, ნახე ეს. ნახე ცეცხლოვანი გველთევზა, უზარმაზარია, ჩავაგდოთ ვედროში. ღმერთო, კიდევ ერთი ცეცხლოვანი თაგვის ციხლიდი დავიჭირეთ, ძმაო. გველი ისევ იქაა, წადი აქედან. კიდევ ერთი კიბორჩხალა დავიჭირეთ, ნახე ეს, ზუსტად წინა კიბორჩხალას გავს, ჩავაგდოთ ვედროში. ნახე ეს, მეორე ცეცხლოვანი გველთევზა დავიჭირე, უზარმაზარია. აი წავიდა. ეს რა არის? ეს პატარა აფრიკული ციხლიდია მგონი. ღმერთო ჩემო, ნახე. ეს ძმაო დოჯას ლოჩია, ეს დიდი ეგზემპლარია. მგონი ეს იქნება. ბიჭებო, კიდევ რამდენიმე ლურჯ ფარფლიანი დავიჭირეთ. უკან დავაბრუნებთ, ძმაო. ეს თევზის მახეები სავსეა თევზებით, ნიანგებით და გველებით. ის უბრალოდ გვიყურებს თითქოს. რა სჭირს ამას? არ მგონია რომ შხამიანია, რადგან სამკუთხა თავი არ აქვს. დავიჭირე. კარგი, გადავწიოთ ჩვენგან შორს. ღმერთო, გაგიშვებთ, წადი, იყავით თავისუფალი, გაეცალე აქედან, თუ იცი რა სახეობის გველია ეს, კომენტარი დაწერე ქვემოთ. არ მგონია ადრე დაგვიჭერია ესეთი, ასე რომ ცოტა შემაშფოთებელია. ეხლა ხან ვეხებოდი მას, იმედია შხამიანი არ არის, მაგრამ კი, ბევრი მაგარი თევზი დავიჭირეთ. ეხლა ამას შეხედე. ძალიან ბევრი ვერ დავიჭირეთ, მაგრამ რამდენიმე დიდი ცეცხლოვანი გველი დავიჭირეთ და ასევე ბევრი ძალიან მაგარი ციხლიდი, ცოტა კიბორჩხალაც. ეს ჩამონადენი ნამდვილად სავსეა თევზებით, მაგრამ არ ვიცი, მგონი კანალიზაციაში უფრო მეტი დავიჭირეთ. ასე რომ კომენტარში დაწერეთ, უნდა დაუბრუნდეთ თუ არა აქ და კიდევ ცადოთ გამოკვლევა. მაგრამ ეხლა ბიჭებო, ყველა თევზს, რომელიც ამ მახეებში დავიჭირეთ, ჩემს სახლში წავიგებთ და მათ ახალ სახლებს მივუჩენთ. მაშინ გნახავთ, კარგი ბიჭებო, აი ყველა თევზი, რომელიც ახალხან დავიჭირეთ, გადავუშვით საკარანტინო აუზში დანარჩენებთან ერთად. ეხლა თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ ქვემოთ ვიდეო მოიწონოთ. გამოიწერეთ არხი ქვემოთ. შემდეგ ვიდეოში გნახავთ ბიჭებო, მშვიდობით.